დღეს ჩვენ მოგიწვიეთ ორი სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციაზე. პირველი ეხება საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას, მეორე სკოლამდელი სამღვდელო დაწესებულებების მონიტორინგს. ორივე ანგარიში სწორედ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ანგარიშებში ასახულია 2014 წლის 1 მაისიდან მიმდინარე წლის 31 იანვრამდე არსებული მდგომარეობა და მოცემული არის მონიტორინგის შედეგები და კონკრეტული რეკომენდაციები. ზოგადად თუ შევაფასებთ მაღალმთიან რეგიონებში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას, გამოიკვეთა, რომ ამ რეგიონებში პრობლემურ ხასიათს ატარებს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სოციალური პროგრამების თუ ქვეპროგრამების ეფექტიანი იმპლემენტაცია. უკიდურეს და ფარდობით სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვთათვის სათანადო საცხოვრებელი და სასწავლო სამღვდელო რესურსის უზრუნველყოფა ასევე პრობლემას წარმოადგენს. ბავშვთა მიმართ ძალადობის და სხვა სახის არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის უფლებისათვის საჭირო რეფერირების პროცედურების განხორციელებაც ასევე შეინიშნება, რომ გარკვეული პრობლემებით ხორციელდება. ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, ჯანმრთელობის უფლების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, ხარისხიანი ზოგადი განათლების იმპლემენტაცია, ასევე ამ საკითხებთან დაკავშირებით არის გარკვეული ხარვეზები. ასევე სპეციალურად უნდა გამოყო შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა და ის ხარვეზები, რომლებიც ამ სფეროშიც არსებობს და ინკლუზიური განათლების დანერგვის ხარისხი. რაც შეეხება სკოლამდელი სამღვდელო დაწესებულებების მონიტორინგს, აქაც შეიძლება ითქვას, რომ არის პრობლემები. მნიშვნელოვანი ნაწილი პრობლემების ეხება იმას, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებიც გამოვლინდა, ფსიქოლოგიური და არა ფიზიკური ძალადობის ფაქტები. ამასთან საბავშვო ბაღების დიდი ნაწილი ფუნქციონირებს არასათანადო ინფრასტრუქტურული და სანიტარულ-ჰიგიენური გარემოს პირობებში. ასევე გამოიკვეთა ადრეული და სკოლამდელი განათლების უფლების პრაქტიკაში დანერგვის პრობლემები, აღმზრდელ პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროება. მონიტორინგის პროცესში არატოლერანტული და დისკრიმინაციული დამოკიდებულება გამოიკვეთა შესაძლებლობის მქონე ახსასდერთა მიმართ. მონიტორინგი გახორციელდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ჩვენ ამას დეტალურად ვისაუბრებთ. მონიტორინგის საფუძველზე 9 სპეციალური რეკომენდაცია წინდება იქნა მომზადებული ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოებისადმი. ასევე 230 შემთხვევაზე განხორციელდა ინდივიდუალური საქმის წარმოება პროექტის ფარგლებში. შემოწმების შედეგები აისახა როგორც საპარლამენტო ანგარიში, რომელიც უკვე არის წარდგენილი პარლამენტში, ასევე თქვენს წინაშე წარმოდგენილ სპეციალურ ანგარიშებში. მე არ მინდა გავაგრძელო სიტყვა ბატონ საშა გრაუმას, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის საქართველოში მინდა გადავცე სიტყვა. Mr. Public Defender, ladies and gentlemen, thank you very much for the opportunity to present this report today. I would also like to thank the Public Defender's Office for its efforts to monitor child rights in Georgia. UNICEF has been supporting the Public Defender's Office during the last decade in strengthening child rights monitoring, because children are especially vulnerable in Georgia and they need particular attention and care. Among those particularly vulnerable children are those that live in poverty, they live in high mountainous areas, children with disabilities, children are victims of violence, children without parental care, or those living and working on the street. It is essential to monitor how their rights are upheld, and the role of independent monitoring institutions like the Public Defender's Office is crucial in this regard. We see from the monitoring reports that are being presented today that there are certain challenges for children in preschool institutions and in high mountainous areas. Meanwhile, the law on early and preschool education is being discussed at the Parliament, and if it is being adopted, it will ensure that there's a better environment for learning and development.
that children receive high-quality preschool education, the teachers have better skills and knowledge, and that all 5-year-old children are better prepared for school through compulsory school readiness year. The law that we hope to be adopted soon will ensure that every child is ready for school and gets the maximum benefit from their education from the outset. But it's also clear that the law can only provide the legal framework. It is important that the public defender continues monitoring the situation and the implementation of these new legal frameworks. There are very important recommendations made in the public defender's report on the monitoring of the results, and they should be given due consideration by the respective government institutions. Together we have to create a strong voice for the most disadvantaged children and to advocate for equality for all children. Because what we particularly see in the case of preschool is that most of the children that do not have access to a preschool come actually from the poorest population groups. And this is particularly problematic because if these children don't have access to proper preschool, it will affect their learning outcomes later. Preschool has a significant impact on school achievement. You can see if a child has attended preschool or not still at their results at 12th grade, because education builds on each other. So if a child comes prepared into school because it has attended high quality preschool, it will perform much better at school. And in the case of Georgia, where school performance is international comparison rather low, it is important that all children have a fair start in preschool. So we have to work together to dismantle the barriers that continue to exclude too many children from progress and to build a society in which every child can survive and develop, learn and grow, and participate and contribute fully. UNICEF will continue to support the government and the Public Defender's Office through influencing policies and systems and strengthening the monitoring of child rights. By acting together, we can be the voice for every child, to end violence, to reduce poverty, to prioritize education in the country's development agenda, and to ensure that all children enjoy equal rights in society, free from discrimination. Thank you. დიდი მადლობა. მაშინ უკვე გადავიდეთ უშუალოდ სპეციალური ანგარიშების პრეზენტაციაზე. კოლოტორ მაია გედევანიშვილის სახალხო დამცველის აპარატის ბავშვთა უფლებების ცენტრის ხელმძღვანელს მინდა თხოვო მოახდინოს ამ ანგარიშის პრეზენტაცია. მადლობა. მოდით დავიწყოთ მაღალმთიანი რეგიონებიდან. როგორც უკვე ბატონმა უჩამ მოგახსენათ, ეს არის გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც ორი მიმართულებით მუშაობდა. პროექტის სათაურია ბავშვის უფლებების ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება და ის დაიწყო 2014 წლის მაისში და დასრულდა 2015 წლის იანვარში. მაღალმთიან რეგიონებში ჩვენი მუშაობის ამოცანას წარმოადგენდა ბავშვთა ძირითადი უფლებების და თავისუფლებების განხორციელების შემოწმება. ტერიტორიული ერთეულები, რომლებიც შევამოწმეთ, ეს არის მესტია, ყაზბეგი, ახმეტა, ონი, ამბროლაური, ხულო, შუახევი და ქედა. შევამოწმეთ შემდეგი ფუნდამენტური უფლებები. ბავშვის სიღარიბის და ცხოვრების არასათანადო დონისგან დაცვის უფლება, ჯანმრთელობის უფლების ხელმისაწვდომობა, ძალადობის და სხვა სახის არასათანადო მოპყრობისგან დაცვა, განათლების უფლების ხელმისაწვდომობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა, სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსებულ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა, ძირითადად იგულისხმება მინდობით ახდის პროგრამა. განხორციელებული ქმედებები, რა გავაკეთეთ კონკრეტულად. შევისწავლეთ 80-მდე ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულება, ეს არის საჯარო სკოლები და სკოლა-პანსიონები.
განხორციელდა 20 თემატური სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან. ეს იყო ფორმატი, ზოგან იყო ფოკუს ჯგუფი, ზოგან იყო მრგვალი მაგიდა. ეს იყვნენ სკოლის დირექტორები, როგორც მოგახსენეთ, თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, მასწავლებლები და ასე შემდეგ. და განხორციელდა ვიზიტები სიღარიბის ზღვარს მიღმამყოფ ოჯახებში და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვიან ოჯახებში. დაიწყო საქმის წარმოება 190 შემთხვევაზე და აქედან გამომდინარე აი ამ შემთხვევებზე მომზადდა ამ საქმეებზე 400-მდე ოფიციალური კორესპონდენცია. მომზადდა 6 ძირითადი რეკომენდაცია სახალხო დამცველის და წინადადება. ეხლა მივყვეთ უშუალოდ აი ამ უფლებების მიხედვით რა ვითარება დაგვხვდა და რა ძირითადი ტენდენციები გამოვლინდა ჩვენი შემოწმების შედეგად. ზოგადად უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო ქვეპროგრამები არასათანადოდ ასახავს მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრებ ბავშვთა სოციო-ეკონომიკურ საჭიროებებს. ადგილობრივ დონეზე მოქმედი სიღარიბისგან დამცავი მექანიზმები არის მცირედ დაფინანსებული. ამ პროგრამებში, ადგილობრივ დონეზე მოქმედ პროგრამებში ჩართულ ბენეფიციართა რიცხვი ძალიან პატარაა. ერთი მაგალითი უნდა გითხრათ, რაც შეეხება ქვეპროგრამების მისაწვდომობას. მოგეხსენებათ, რომ 2014 წელს მარტში მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა პროგრამა ასეთი სახელწოდებით დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა. მაღალმთიანი რეგიონებიდან 102 ოჯახია ამ ხნის მანძილზე ჩართული ამ პროგრამაში. ხულო, შუახევი და ქედა, ანუ მაღალმთიანი აჭარა აი აქ მცხოვრები ბავშვიანი ოჯახები არ ირიცხებიან ამ პროგრამაში. მიზეზი ამისი, როგორც ჩვენთვის ცნობილია, არის ის, რომ აქ დემოგრაფიული კლება არ არის აღნიშნული, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ სიღარიბის მაჩვენებელი ამ რეგიონში ძალიან მაღალია და აქედან გამომდინარე ბავშვებისთვის რისკებიც მაღალია. და კიდევ ერთი რაც ვნახეთ, ეს არის ინფორმაციული ხელმისაწვდომობის სირთულე. ანუ მოსახლეობამ არ იცის, რომ არათუ სახელმწიფო პროგრამები და ქვეპროგრამები მუშაობს, არამედ ადგილობრივ დონეზე, თვითმმართველობის დონეზე არსებული ის პატარა პროგრამებიც კი ამის შესახებ ინფორმირებული არ არიან. ასე რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი მუშაობა გვმართებს განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებთან. ეხლა კიდევ ერთი ეს არის სქემა, მე ამას შევეცდები, აქედან ცუდად ჩანს, მაგრამ შევეცდები რომ ავხსნა. აქ არის მოცემული ასეთი რამ. მოგეხსენებათ, რომ შარშან 2014 წლის აპრილში, ზუსტად 1 წლის წინ, დამტკიცდა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამა. ეს არის სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი ქვეპროგრამა. და აი ეს სქემა უჩვენებს ამ პროგრამაში ჩართული ბავშვები მაღალმთიანი რეგიონებიდან ამ პროგრამაში ჩართული ბავშვების რიცხვს. ეს არის მეორე წითლად არის წითელი სვეტები საერთოდ არ ჩანს. იმიტომ რომ 8 ჩვენს მიერ შემოწმებული 8 რეგიონიდან 38 ბავშვია მხოლოდ ამ ხნის მანძილზე 2014 წლის განმავლობაში ჩართული. მაშინ, როდესაც აი ეს ლურჯი სვეტები გვიჩვენებს ძალიან მაღალ რიცხვს საარსებო შემწეობის მიმღები ბავშვების ამ რეგიონებში. აი მაგალითად 8600-ზე მეტი ბავშვია, ვინც მაღალმთიან რეგიონებში, აი ამ 8 რეგიონში, ვინც იღებს საარსებო შემწეობას, ასევე მაღალია სოციალური პაკეტის მიმღებ ბავშვთა რიცხვი 1500-ია დაახლოებით და 38-ია ჩართული ამ პროგრამაში, ამ კრიზისულ ქვეპროგრამაში. საარსებო შემწეობას იღებს სულ ერთად რო ავიღოთ, როგორც გითხარით 8600, ხო? აი მაგალითად მაშინ მესტიაში 1027 ბავშვი იღებს საარსებო შემწეობას და 5 ბავშვია ამ პროგრამაში სულ ჩართული. და ასე შემდეგ, არ მინდა დროში ლიმიტირებული ვარ და ასე რომ ეს არის ძალიან ისეთი შეუთავსებელი ციფრებია.
რაც შეეხება ჯანმრთელობის უფლების ხელმისაწვდომობას, არსებული მდგომარეობა ასეთია. მთელ რიგ ერთეულებში გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას გულისხმობ, არ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტები და საავადმყოფოები. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურა არის სერიოზული ხარვეზების მატარებელი. პირველად ჯანდაცვის ცენტრებს არ აქვს ფუნქციონირებადი შენობები. ისინი ჩვენ ნახეთ ზოგიერთი მათგანი ბიბლიოთეკაშია განთავსებული, ზოგია სკოლაში, ზოგი მიტოვებულ შენობაში და გარდა ამისა სრულიად არადამაკმაყოფილებელია მთელი რიგი აი ამ ცენტრების, სამედიცინო ცენტრების საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა. რაც შეეხება მოქმედ სამედიცინო პერსონალს. აქაც ჩვენ გვაქვს პროპორციული შეუთავსებლობა ფუნქციონირებად ამბულატორიებს და პერსონალის რაოდენობას შორის. ასეთი მაგალითი. ამბროლაურის 21 ამბულატორიას ემსახურება 3 პედიატრი და 1 ექთანი. 21 ამბულატორია ნიშნავს 21 სოფელს. შუახევის 11 ამბულატორიას, ანუ 11 სოფელს, 1 პედიატრი და 1 ექთანი. ესე რომ აქაც რთული ვითარებაა. მუნიციპალური პროგრამები მცირე რაოდენობით არის, როგორც უკვე მოგახსენეთ, და განსაკუთრებით არასაკმარისია ღონისძიებები გატარებული მალნუტრიციის პრობლემების აღმოფხვრისთვის. აქ მხოლოდ მუნიციპალური პროგრამები რასაკვირველია არ უშველის საქმის ვითარებას. რაც შეეხება ზოგადი განათლების უფლების განხორციელებას. მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთ ყველაზე უფრო სერიოზულ პრობლემას აქ ინკლუზიური განათლების დანერგვა წარმოადგენს. ვერ მოიცავს ინკლუზიური განათლების პროგრამა იმ საჭიროებას, რაც ამ რეგიონებში ჩვენ დაგვხვდა. არ არის დაწესებულებები ადაპტირებული, მე ვგულისხმობ დაწესებულებებში დავუშვათ საჯარო სკოლას, ხო? არა მარტო საჯარო სკოლას, მაგრამ ამ შემთხვევაში საჯარო სკოლას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. გარდა ამისა, საბაზო და ზოგადი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა წარმოადგენს პრობლემას. განსაკუთრებით გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ყველაზე უფრო რთული მოგეხსენებათ, რატომაც მაღალმთიან რეგიონებში. გარდა ამისა, უსაფრთხო და სათანადო ფიზიკური ინფრასტრუქტურული და სანიტარო-ჰიგიენური გარემო, მოძველებული ინვენტარი. ჩვენ მაგალითად ერთ-ერთ რეგიონში ერთი სოფლის სკოლაში ვნახეთ შევხვდით თანამშრომელს, რომელიც 80 წლის ბრძანდება და მან გითხრა, რომ ამ სკოლაში დგას ის მერხები, რომლებიც იდგა მაშინ, როდესაც იქ ის სწავლობდა. წარმოიდგინეთ, როგორი ძველი სამუზეუმო ექსპონატებია. გარდა ამისა, ხარისხიანი განათლების მიღების უფლება და პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება გაუმჯობესებას და გაძლიერებას საჭიროებს. პედაგოგების პროგრამებში ჩართულობა. იცით როგორ არის? ძალიან პატარა რიცხვი არის ჩართული პედაგოგებისთვის განკუთვნილ პროგრამებში, კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებში. მაგალითად, ისეთი ძალიან დიდი შეუთავსებლობაა, როგორ კარგად დიდი რაოდენობაა პედაგოგების, მაგრამ ისინი მაინც არ არიან ჩართული სრულად და უნდა გითხრათ, რომ მათი დიდი მოთხოვნაა, რომ იყოს უფრო მეტი ყურადღება ამ მხრივ მათ მიმართ. ეხლა ეს სქემა ჩვენ გვიჩვენებს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობის შეფარდებას სკოლების ხელმისაწვდომობის პროგრამაში ჩართულ დაწესებულებების რაოდენობასთან. აი, ლურჯი სვეტი არის საჯარო სკოლები და წითელი სვეტი არის ეს მოგეხსენებათ განათლების სამინისტროს პროგრამა, რომელმაც მართლა ძალიან კარგი საქმე გააკეთა იმ თვალსაზრისით, რომ ბავშვების სკოლაში ტრანსპორტირების პრობლემის მოსახსნელად არის დაწყებული, მაგრამ აი როგორც ხედავთ, მაინც არის პრობლემები იქ, სადაც ჩვენ ეს ვნახეთ. აი ვთქვათ, ხულოში 49 სკოლა და 21 სკოლა, საჯარო სკოლაა მხოლოდ ჩართული და მაღალ მთაში, როდესაც სოფლები გეოგრაფიულად ძალიან რთულ ადგილებზეა მოთავსებული, ყოველი ასეთი შემთხვევა წარმოადგენს ძალიან სერიოზულ პრობლემას ყოველი ბავშვისთვის და მისი ოჯახისთვის.
მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის მხოლოდ დავუშვათ აი ამ პროგრამის მენეჯერების პრობლემა. იმიტომ რომ წელიწადში ორჯერ, უბრალოდ სემესტრში, ყოველი სემესტრის სასკოლო სემესტრის წინ განათლების სამინისტროში დგება სპეციალური კომისია, რომელიც იღებს ამ განაცხადებს. ეს რომ საჭირო ეს განაცხადი წამოვიდეს ადგილიდან, ტერიტორიული ერთეულიდან, ესეც უნდა აღინიშნოს. ეხლა, რაც შეეხება პედაგოგების კვალიფიკაციას, აი ეს სქემაც ამას გვეუბნება. პედაგოგების რაოდენობა ამ რეგიონებში საკმაოდ მაღალია, მაგალითად ხულოში არის 1051 მასწავლებელი დაფიქსირებული და აქედან სერტიფიცირებული პედაგოგების რაოდენობა არის 67. აი ესეთი ძალიან დიდი განსვლა და დიდი არის ფარდობითობა სხვა რეგიონებშიც, რომლებიც ვნახეთ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ პედაგოგების კვალიფიკაცია საჭიროებს სერიოზულ მიხედვას. ბავშვთა მიმართ ძალადობა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობა. რა მდგომარეობა დაგვხვდა? ჩვენ ვერ ვიტყვით იმას, რომ აი ამ ჩვენს მიერ ნანახ რეგიონებში, მაღალმთიან რეგიონებში რაღაცა გამორჩეულად მწვავეა ძალადობის პრობლემა. არაფერი ისეთი გამორჩეული, რაც თქვათ დიდ ქალაქებში არ ხდება, შეიძლება პირიქითაც. მაგრამ ეს არ არის, ეს არ ლაპარაკობს იმაზე, რომ იქ საერთოდ ბავშვის მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით პრობლემები მოხსნილია. ეს შეიძლება სტიგმის ბრალია, მაღალი მთის ტრადიციის ბრალია და ბევრი სხვა ფაქტორი განაპირობებს. ალბათ, ამას სპეციალური სოციოლოგიური კვლევა ჭირდება, მაგრამ რაც ჩვენ დავინახეთ, არის ერთი. ფაქტიურად არ მუშაობს რეფერირების პროცედურა. ეს არის ძალიან კარგი, მე ვგულისხმობ 3 მინისტრის ბრძანებას, რეფერალს რომ ვუძახით. არ განიხილება, საერთოდ ამის მოკლედ არ მუშაობს, შეგვიძლია ვთქვათ. ხო, გარდა ამისა და აქედან გამომდინარეობს ის პრობლემები, მაგალითად, როგორიც არის სოციალური მომსახურების რაიონულ ცენტრებში ფსიქოლოგის შტატის დეფიციტი. იცით რა, ახლა თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ქალაქებშიც არის ფსიქოლოგის დეფიციტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ არ არის. ასე რომ, ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირებაა იქ პრობლემა. და შემდეგ გადამისამართება. ეხლა რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთა უფლებების განხორციელებას. ორი ძირითადი ფუნდამენტური უფლება, განათლების უფლება და ჯანმრთელობის უფლება. აი ამაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, რაც ჩვენ ვნახეთ იქ ვითარება. განათლების უფლებას რაც შეეხება, ის აი ტრიადა აუცილებელი, რაც ესაჭიროება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვს, იმისათვის რომ მისი განათლების უფლება სრულად განხორციელდეს, ეს არის ინკლუზიური განათლების პროგრამა, სპეციალური განათლების მქონე პედაგოგები და სასწავლო ინფრასტრუქტურული გარემო, ადაპტირებული. აი ეს პრობლემა, სამივე ეს ნაწილი შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვის განათლების უფლების განხორციელებისა პრობლემას წარმოადგენს. ეხლა მე ვცდილობ, რომ რაც შეიძლება ისე მსხვილად მოგაწოდოთ ეს და თქვენს წინ რაც არის ეს სპეციალური ანგარიშები, იქ უფრო სტატისტიკური მონაცემებიც არის და უფრო დეტალური მონაცემები. ჯანმრთელობის დაცვის უფლებას რაც შეეხება, სოციალური მომსახურების ტერიტორიული ორგანოების არა პროაქტიურობაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მაგრამ ეს ბოლომდე მათი მიზეზით არ ხდება. საქმე იმაშია, რომ ამ გეოგრაფიული მიუწვდომლობის და სირთულის გამო აუცილებელია, რომ სოციალურ სამსახურებს ჰქონდეთ შესაბამისი პირობები იმისთვის, რომ მათ იმუშაონ. მაგალითად, ტრანსპორტი, რომელიც არ ყავთ. და ასე შემდეგ. ეხლა აი ეს პატარა სქემაა მოცემული, სადაც აი ეს სვეტები გვიჩვენებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობას ამ ჩვენი რაიონების მიხედვით. პირველი არის მესტია, არის ძალიან დაბალი. ნახეთ, აქ როგორც მოგვაწოდეს ინფორმაცია, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი არის 3 მესტიაში და ამ დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, მარტო ჩვენ რაც ვიცით, ხო, არის 22. აი ესეთი განსვლაა. ასე რომ ეს განათლების უფლება მოკლედ მოითხოვს
ხო, რომლებიც არიან შეფასებული მულტიგუნდის მიერ. კი ბატონო. ეხლა რაც შეეხება მინდობით აღზრდის და რეინტეგრაციის განხორციელებას. 8 მუნიციპალიტეტიდან, რომლებიც ჩვენ ვნახეთ, მინდობით აღზრდაში არის 16 ბავშვი. მათ შორის 3-ია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და რეინტეგრაციაში, ანუ ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებულია 21 ბავშვი. ეს პროგრამა მინდობა ვერ ხორციელდება მესტიაში, ხულოში, შუახევში და მესტია, ხულო და შუახევის მუნიციპალიტეტები. რატომ? იმიტომ რომ არ არიან რეგისტრირებული მიმღები ოჯახები. იმიტომ რომ სიღარიბის მაჩვენებელი აქ არის მაღალი. ერთი მიზეზი, რაც ჩვენ ნახეთ, ეს არის და 100,000 ქულაზე მეც ვერ აგროვებს მიმღები ოჯახი. მეორე, ისევ გეოგრაფიული სირთულე და ამის გამო სოციალური მუშაკი ვერ ახერხებს, ვერ არეგისტრირებს მიმღებ ოჯახს, იმიტომ რომ მას არ აქვს იმის საშუალება, რომ რეგულარულად აკონტროლოს ეს მიმღები ოჯახი. და ბოლოს სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციები ამ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მე წავიკითხავ მხოლოდ საქართველოს მთავრობისთვის გაცემულ, იმიტომ რომ ყველაზე მსხვილია. შემუშავდეს საგანგებო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, უკიდურესად ღარიბ შინამეურნეობებში და ფარდობით სიღარიბეში მცხოვრებ არასრულწლოვანთა ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად. ეს ერთი, გაუმჯობესდეს მიზნობრივი სოციალური დახმარებების სისტემა, სახელმწიფო პროგრამებში და ქვეპროგრამებში პროპორციულად აისახოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ბავშვთა სოციო-ეკონომიკური საჭიროებები. ეს არის სპეციალური ანგარიშის ძალიან მოკლე შეჯამება. ეხლა გადავალ სკოლამდელ დაწესებულებებზე. ერთი წამით. რეკომენდაციები, დიახ, რეკომენდაციები ბევრად უფრო მეტია. მე ხლა ძალიან ვარ შეზღუდული დროში და ამიტომ ვცდილობ, რომ მაინც მოგახსენებთ, რომელ უწყებებისთვის გავეცით ეს რეკომენდაციები. ეს არის პირველ რიგში განათლების სამინისტრო, შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და მათი შესაბამისი სააგენტოებიც. ეხლავე სკოლამდელი სააღმრთო დაწესებულებების მონიტორინგი. ისიც ეს მონიტორინგი იმავე დროით ფარგლებში ჩატარდა. მაგრამ არა მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში. ამას დაემატა ამ რეგიონებში, რომლებიც ახლა ვახსენე, მაღალმთაში, რასაკვირველია, პლუს იმერეთის რეგიონში, წყალტუბო, სამტრედია, თერჯოლა, ქუთაისი და თელავში, თელავის რაიონი, ანუ კახეთში, თელავი, სიღნაღი და ახმეტა. ქვემო ქართლიც კი. ეს იყო, უნდა გითხრათ, რომ ეს იყო სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში ჩატარებული პირველი სისტემური შემოწმება სკოლამდელი სააღმრთო დაწესებულებების. შემოწმდა 61 საბავშვო ბაღი და საბავშვო ბაგა-ბაღი. შემუშავდა საგანგებოდ მეთოდოლოგია და ინსტრუმენტი, გამოიკითხა 350 აღზრდელი და პერსონალის 120 თანამშრომელი, მომზადდა რეკომენდაციები და წინადადებები. და საქმის წარმოება დაიწყო 30 შემთხვევაზე, რომლებზეც გაკეთდა 79 ოფიციალური კორესპონდენცია. მონიტორინგის ძირითად სამართლებრივ ინსტრუმენტს ახლა გეტყვით, ანუ რა უფლებებს დავეყრდენით. ძალადობის და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის განდაცვა, ინდივიდუალური მიდგომის და სკოლამდელი განათლების სტანდარტი, უსაფრთხო და სათანადო ფიზიკური ინფრასტრუქტურული გარემო, სანიტარო-ჰიგიენური ნორმების დაცვა, კვების ორგანიზაციული წესების დაცვა. დავიწყოთ უსაფრთხო და სათანადო ფიზიკური გარემოს და სანიტარო-ჰიგიენური პირობებით. ისევ ზოგადი, რაც ჩვენ ვნახეთ, დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ბენეფიციარებისთვის შექმნილია არაკეთილსაიმედო ფიზიკური და ინფრასტრუქტურული გარემო იმ დაწესებულებებში, ანუ იმ საბავშვო ბაღებში, რომლებიც ჩვენ დავამონიტორინგეთ.
დაწესებულებების ფიზიკური გარემო არ არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახსაზრდელებისთვის. ეს უნდა გითხრათ, რომ აქილევსის ქუსლია როგორც ჩანს საქართველოში, იმიტომ რომ ერთადერთი სკოლა, რომელიც ნახეთ, რომელიც ასუხობს ნორმას და მოთხოვნას, ეს არის თბილისში 90 სკოლა არა, საბავშვო ბაღი. ჩვენს მიერ ნანახი სკოლამდელი დაწესებულებების 40%-ში არ ფუნქციონირებდა სამედიცინო პუნქტი, არ დაფიქსირდა ექთანი. 50%-ს არ მიეწოდებოდა პირველადი სამედიცინო დახმარების medikamentები. 20% ამ დაწესებულებების საჭიროებს გადაუდებელ რეაბილიტაციას, 35% სარემონტოა. 25% ნაწილობრივ დამაკმაყოფილებელია და 20% საბედნიეროდ უსაფრთხო და სათანადო ფიზიკურ გარემოში ფუნქციონირებს. სკოლამდელი აღზრდის ხელმისაწვდომობის უფლების განხორციელება. ეს ძალიან რთული პრობლემაა და ამის დაძლევის გზაზე ალბათ ბევრი პრობლემის გადალახვა მოუწევს ყველას. ხარვეზები დაფიქსირდა გეოგრაფიული და ფიზიკური ინფრასტრუქტურული ხელმისაწვდომობის უფლების განხორციელებაში. ხელმისაწვდომობა აი ამ სკოლამდელი აღზრდისადმი დაბალია, რაც ჩვენ ნახეთ, მარნეულის, ქუთაისის, ონის, მესტიის, ხულოს, შუახევის, ქედას, თბილისის საბავშვო ბაღებში. ერთი მაგალითი მინდა რომ მოგიყვანოთ. მარნეულში რეგისტრირებულია ადრეული და სკოლამდელი ასაკის 9000 ბავშვი, ანუ 9000 ბავშვი მარნეულში უნდა დადიოდეს საბავშვო ბაღში, ხო? საბავშვო ბაღებში კი გათვალისწინებულია 890 ბავშვის მიღება. ეს სიმძლავრეა, არანაირად არ პასუხობს, ხო? და მიუხედავად ამისა, მაინც 1500 ბავშვი ირიცხება. ასე იგი, ჩვენ მივდივართ საბავშვო ბაღების ჯგუფების გადატვირთულობის პრობლემასთან. თბილისშიც ასეთივე მდგომარეობა 2014 წელს, ანუ აი ახლა ამ სასწავლო წელს, რომელიც უკვე იწურება, 23000 ბავშვი დარჩა სკოლამდელი საახსდელო მომსახურების მიღმა. 7000 დამატებით ჩარიცხეს, მაგრამ ჯერ 30000 იყო დარჩენილი, შემდეგ 7000 აი რაღაც მოუხერხეს და 23000 ისევ დარჩა ესე. ძალადობა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობა, ეს მართლა სერიოზული პრობლემაა. ეხლა რა ციფრებსაც, უბრალოდ რა პროცენტებსაც მოვიყვან, ეს აღზრდელების გამოკითხვის შედეგად მიღებული შედეგებია. ბაღების 70%-ში ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები ვნახეთ, 40%-ში ფიზიკური ძალადობის და სხეულებრივი სასჯელის გამოყენების პრაქტიკა, თვითონ აღზრდელები ლაპარაკობენ ამაზე. ანუ ლაპარაკობთ იმაზე, რომ იდენტიფიცირებული არა აქვთ, რომ ეს არის ძალადობა. 30% აღზრდელების საკვების შემცირებას იყენებს როგორც დასჯის მეთოდს. 75% თამაშის უფლების შეზღუდვას. მინდა გითხრათ, რომ აქაც რეფერირება ბავშვის ძალადობისგან დაცვის შესახებ ფაქტიურად უმოქმედოა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახსაზრდელთა მიმართ ძალადობის და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის განხორციელების მხრივ, არატოლერანტული დამოკიდებულების ხშირი შემთხვევების მხრივ, ჩვენ ნახეთ ფაქტები თბილისში და ქუთაისში. ეს სამწუხაროა. ეხლა რაც შეეხება პერსონალის უნარს იდენტიფიცირება მოახდინოს ძალადობის შემთხვევისა, ძალადობის ფაქტისა. აი 60% ყველაზე დიდი ნაჭერი ამ დამცხვრის არ არის მეთოდოლოგიური სწავლება არ გაუვლია ამ მიმართულებით ძალადობისგან დაცვის სფეროში და შესაბამისად არ ფლობს ცოდნას. 30%-მა გაიარა ეს სწავლება, მაგრამ მაინც არა აქვს ეს ცოდნა. და მხოლოდ 10%, ეს საბედნიერო 10% აცნობიერებს და მას აქვს უნარი, რომ იდენტიფიცირება მოახდინოს, რომ ეს არის ძალადობის ფაქტი. ნებისმიერ ძალადობაზეა ლაპარაკი. ინდივიდუალური მიდგომის სტანდარტი. პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროება ვნახეთ ბავშვთა მიმართ ძალადობის რთული ქცევის პრევენციის და მართვის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახსაზრდელთა უფლებრივი მდგომარეობის და დისკრიმინაციის გამოვლინების და პრევენციის სფეროში. აღზრდელთა 60%
აფიქსირებს, რომ ჯგუფების გადატვირთულობის გამო, საავადმყოფო ჯგუფების გადატვირთულობის გამო, მათ უჭირთ ბავშვთან ინდივიდუალური მუშაობა. ეხლა რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციართა უფლებრივ მდგომარეობას. იცით რა, საბავშვო ბაღებში არ ყავთ, აღარ არსებობს მეთოდისტის, ლოგოპედის, ფსიქოლოგის და სპეციალური განათლების პედაგოგის შტატები. აღარ არსებობს, იმიტომ კი არა, რომ არ შეიძლება, იმიტომ რომ უბრალოდ არ ყავთ. და არაადაპტირებულია გარემო. ერთი დადებითი მაჩვენებელი მინდა მოგიყვანოთ. თბილისის 45 საბავშვო ბაღში მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის შესახებ უნდა გითხრათ. 15 ბენეფიციარი შეაფასეს და 10 მათგანი უკვე ჩართულია, 10 მათგანზე უკვე ინდივიდუალური განვითარების გეგმა არის შემუშავებული და მუშაობენ, მონიტორინგიც მიმდინარეობს და სისტემური ზედამხედველობა ამ ბავშვების მდგომარეობის მიმართ. კვების ორგანიზაციული წესები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დეფიციტური კვება დაფიქსირდა 35 საბავშვო ბაღში, ანუ არაბალანსირებული, არასაკმარისი. ბავშვთა ინდივიდუალური კვებითი საჭიროებები, დადებითი მაჩვენებელი ვნახეთ 36 საბავშვო ბაღში, ეს კარგია. საკვები პროდუქტების შენახვა დამუშავების პროცედურები 20 დაწესებულებაში იყო დარღვეული 61-დან. ჩვენ ყველაფერი ვნახეთ დაწყებული, ვთქვათ, მენიუებიდან, დამთავრებული, მაცივარი იქნება თუ სამზარეულო და ასე შემდეგ. საკვები პროდუქტების მიწოდების პრობლემები, განსაკუთრებით მაღალ მთაში, ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს. არასათანადო პერიოდულობით, მაგალითად, მაღალმთიან რეგიონებში მალფუჭებადი საკვები 2 კვირაში ერთხელ შეაქვთ. და ეს ტრანსპორტირება კიდე ცალკე პრობლემაა. და დანარჩენი საკვები თვეში ერთხელ. ნუ ახლა თვეში ერთხელ წიწიბურა შეიძლება, მაგრამ ხაჭო ალბათ 2 კვირაში ერთხელ ცოტა რთულია. რაც შეეხება პერსონალს, აი კვებასთან დაკავშირებით, კვების სპეციალისტის შტატი არ არის, სადაც ჩვენ ვნახეთ, არ არის. და ამიტომ საორიენტაციო მენიუს მოკლევადიანსაც და გრძელვადიანსაც ბაღების გაერთიანებები დირექტორებთან შეთანხმებით ადგენენ, ასე რომ სპეციალისტი აუცილებელია ჩვენი აზრით. ადრეული და სკოლამდელი განათლების უფლება. მეთოდოლოგიური მასალა, რომელიც განათლების სამინისტრომ გამოსცა საკმარისი რაოდენობით და მისაღები ხარისხით, 60%-ს არ მიეწოდება ჩვენს მიერ ნანახი ბაღებში. კვალიფიკაციის ამაღლება, რაც შეეხება აღზრდელების. 70%-ს ესაჭიროება სწორედ აი ამის დანერგვისთვის, აი ამ მეთოდოლოგიური მასალის დანერგვისთვის. არ არიან ამაში გათვითცნობიერებული და 90% შეიძლება უფრო მეტიც აღზრდელების ითხოვს და მიიჩნევს, რომ მათ კვალიფიკაციის ამაღლება ესაჭიროებათ. საგანმანათლებლო სააღზრდელო ინვენტარი. ძალიან დაბალია ამის მაჩვენებელი. 70%-ში ჩვენს მიერ ნანახი ბაღების იყო სრულად მოძველებული. ჩვენ გვაქვს ნანახი 20-იანი, 30-იანი წლების სათამაშოები და ასე შემდეგ. და ინვენტარი ავეჯი. ეხლა რაც შეეხება რიცხოვნობას, ეს ყველასთვის ცნობილია, არაფერს ახალს არ ვიტყვით, რომ სააღზრდელო ჯგუფებში როგორც წესი გადატვირთულია ბავშვებით ეს ჯგუფები. იქ სადაც უნდა იყოს 25 ბავშვი, 37-ია, 38-ია, სადაც უნდა იყოს 20, არის 35 და ასე შემდეგ. ასე რომ ძალიან რთულია ბავშვებთან მით უმეტეს ინდივიდუალური მიდგომის პრინციპის განხორციელება. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ასევე რეკომენდაციები ბევრია ამ კუთხითაც და შევეცდები რომ თავარი წავიკითხო, თუმცა ყველა მთავარია მინდა გითხრათ. ძირითადი რეკომენდაციები ეკუთვნის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. მაგალითად, გამოიყოს შესაბამისი ფინანსური რესურსი სათანადო ფიზიკური ინფრასტრუქტურული და სანიტარულ-ჰიგიენური გარემოს უზრუნველყოფის, კვების ორგანიზაციული წესების დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. მიღებული იქნა ზომები პერსონალის ინფორმირებულობის ასამაღლებლად. ძალადობის, შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების საჭიროების და რთული ქცევის ბავშვების მიმართ დისკრიმინაციის შემთხვევების პრევენციისთვის.
განათლების სამინისტროს და შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ სამ სამინისტროს, რომელსაც რეფერალი ეხება ჯერჯერობით, მე ემატება ვიცით ხო? გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები საბავშვო ბაღებში ბავშვთა ძალადობისგან დაცვის რეფერირების პროცედურის დანერგვის მიზნით. ეს მართლა სერიოზული პრობლემაა. აი ეს არის სულ ძალიან დიდი ბოდიში, რომ დიდხანს ვილაპარაკე. დიდი მადლობა, ეხლა შეგვიძლია ჩვენ ვისაუბროთ. დიდი მადლობა. მე მესმის რომ საკმაოდ მცირე დროში შეუძლებელია ყველა ფერზე საუბარი, მაგრამ ვეცდებით ეხლა დისკუსიას და კითხვებისთვის დრო გვაქვს. შესაბამისად ვეცდებით რომ გავშალოთ კონკრეტულ საკითხებზე, უფრო მეტად ვისაუბროთ, თუ კი ასეთი კითხვები და კომენტარი იქნება. გთხოვთ ხელისაწევით მანიშნეთთვის. კი ბატონო, გთხოვთ წარმოვდეთ. ადამიანის უფლებებისა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის. ჩემი კითხვა არის ასეთი. როგორი არის თქვენს მიერ შესწავლილი ბავშვების ეთნიკური შემადგენლობა? არიან თუ არა მუსლიმი ბავშვები და შეისწავლით თუ არა სკოლებში, იგივე ბაღებში პროზელიტიზმის შემთხვევები? მოგახსენებთ, კი არიან. ჩვენ ვნახეთ მარნეულში და მაღალმთიან აჭარაში ეს ყველაფერი. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჯერთი ჩვენ ამ ნიშნით ბავშვების მდგომარეობა არ შეგვისწავლეთ, თქვენ ალბათ დისკრიმინაციაზე მელაპარაკებით, ხო? არ შეგვისწავლია, მაგრამ ერთი შემთხვევა გქონდა, ეს იყო უბრალოდ кейსი, ეს ამ პროექტის ფარგლებში არ მომხდარა და ისიც აღმოჩნდა ტექნიკური შეცდომა. ჩვენ შეგვატყობინეს, რომ მარნეულის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ეთნიკური ნიშნით გაყვეს ჯგუფები. რასაკვირველია, სასწრაფოდ ჩავედით და ვნახეთ, რომ ეს ასე არ იყო. და მიზეზი იმისა, რომ ეს ბავშვები ერთმანეთს გაყვეს ერთი ჯგუფი ორად, იყო გათბობის პრობლემები. აი ეს იყო მხოლოდ. რაც შეეხება პროზელიტიზმს, ხო? ვერ გეტყვით, რომ ჩვენ რაღაც გამორჩეული ამ მიმართულებით კვლევა არ ჩაგვიტარებია, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ რაღაც ისეთი, იმიტომ რომ ჩვენ ხომ საქმის წარმოებას მაშინვე ვიწყებთ, როგორც კი ვხედავთ რაღაც დარღვევას, ხო? ყოველ კონკრეტულ შემთხვევას. არ ყოფილა ესეთი შემთხვევა. მადლობთ. თუ არის კი ბატონო, გთხოვთ. გიორგი მესხიძე, კივიტას გიორგიკა. თქვენ აღნიშნეთ რამდენჯერმე მედიკამენტების ექთნების და ასე შემდეგ არ არსებობა, ასე ვთქვათ, საბავშვო ბაღებში, როგორც ერთ-ერთი ნეგატიური ასე ვთქვათ ნაწილი, ხო, ამ ყველაფრის და რაიმე რეკომენდაცია შემუშავდა ამ მხრივ, რომ მაგალითად ყველა საბავშვო ბაღში არსებობდეს ექთანი, ყველა საბავშვო ბაღს მიეწოდებოდეს მედიკამენტები. კი, რასაკვირველია და გარდა მაგისა, საქმის წარმოების პროცესში ჩვენ კორესპონდენციით მივმართეთ შესაბამის ორგანოებს და ამაზე მუშაობთ. კი, და რეკომენდაციაც არის, თქვენ ნახავთ ამ რეკომენდაციას იმ ანგარიში, რომელიც თქვენს წინაშეა. კი, არასაკმარისი რაოდენობა, მაგრამ არის ადგილები, სადაც მედიკამენტები, ну როგორ გითხრათ, ახლა აი იმ პირველადი ჯანდაცვის ცენტრში, ხო, ბევრგან სადაც მივსულ ვართ, სრულიად არაადეკვატური მედიკამენტები დაგხვედრია. არის რაღაც აუცილებელი პაკეტი, რომელიც უნდა არსებობდეს, ხო? ამბულატორიაში არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ალბათ ვილაპარაკოთ არასაკმარის რაოდენობაზე. და უსისტემობაზე. საერთოდ მინდა გითხრათ, რომ ყველა მიმართულება, რაც ვნახეთ, ძირითადი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ აი რაღაც ცალკეული ინექციები ვითხდება, იცით, რაღაცა კუნძულოვანი დამოკიდებულება, რას გულისხმობ, იცით, რომ სისტემური მიდგომა არ არის. აი მაგალითად, მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ საქმის წარმოება, არაერთი მაღალმთიან რეგიონში არაერთი საჯარო სკოლა გარემონტდა. მაგრამ ამას არ აქვს ფართომასშტაბური სახე. იმიტომ რომ ერთს გაარემონტებ, მეორე სჭირდება, თქვა, ახლა შეიძლება ერთი კლასი გაარემონტო და მეორე კლასი იყოს ობმოკიდებული კედლები, ხო? ასე რომ სისტემური მიდგომის პრობლემა გვაქვს ჩვენ ამ მხრივ. არა მარტო ამ მხრივ, მაგრამ ბევრი სხვა მიმართულებით. და თუ სხვა სარაბარემ ერთ შეკითხვასაც სკოლამდელთან დაკავშირებით მინდა გითხოთ.
თქვენ ბრძანეთ, რომ მეთოდოლოგიური მასალა არ მიეწოდება, ანუ არ მიეწოდა განათლების სამინისტროს მხრიდან, თუ იმიტომ რომ მე ვიცი, რომ მაგალითად უბრალოდ ძველმა წაიღო სახში, მაგალითად და ახალს არ დახვდა. არა, არ მიეწოდება, არა, მინდა გითხრათ, რომ განათლების სამინისტრო აკეთებს ნამდვილად ყველაფერს, რომ მიეწოდოს ყველას. მაგრამ ჩვენ ვნახეთ საბავშვო ბაღები, სადაც არც კი არის გადაშლილი ეს სახელმძღვანელოები. ასე რომ მაღალმთიან რეგიონებში არა, ხო? აბა მარიამ თუ გინდა დაამატებს, მარიამ ბოჭორიშვილი დაამატებს უფრო ზუსტად. ანუ რომ დავაზუსტოთ, მაღალმთიან რეგიონებში შემოწმებული საბავშვო ბაღების უმრავლესობაში შემოწმების პროცესში არ დაფიქსირდა მეთოდოლოგიური მასალის ძირითადი ნაწილი, მაგრამ ისეთ ქალაქებში, როგორებიც არის თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და ასე შემდეგ, მსგავსი მასალები მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოები დაფიქსირდა და გამოყენების პროცესშია. ანუ ჩვენ უბრალოდ პროცენტული მაჩვენებელი გამოვყავით, რამდენ მუნიციპალიტეტში, რამდენ თვითმმართველ ქალაქში ფიქსირდება ესეთი მეთოდოლოგიური მასალა და რამდენში არ დაფიქსირდა მონიტორინგის პროცესში. ერთი არის ასევე რამდენში ფიქსირდება, მაგრამ ხელმისაწვდომობა და გამოყენებადობა რამდენად ხშირი არის სკოლამ და სააღმრთელო დაწესებულებებში. ანუ რომ თქვათ, საერთო მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით, რეგიონების დიდ ნაწილში ძირითადად არ ფიქსირდება ან არ არის გამოყენებადი, მაგრამ თვითმმართველი ქალაქების უმეტესობაში ფიქსირდება და გამოყენებადია. მადლობა. ნიკოლოზ შავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება. პირველ რიგში დიდი მადლობა ესეთი ნაყოფიერი ანგარიშისთვის და ინფორმაციული თვალსაზრისით საკმაოდ კარგი ანგარიში იყო. ჩვენ ვიცოდით, რომ მძიმე მდგომარეობა იყო, მაგრამ ესეთი საგანგაშოც იყო ნამდვილად ყოველგვარ მოდის გადააჭარბა. რამდენიმე კითხვა მაქვს, ძალიან ბევრი რეკომენდაციები არის და თუ არის დაწყებული მათი შესრულება არა სტადიაშია და საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით მაინტერესებს. ძალიან დიდი ბუმი არის კერძო ბაღებთან მიმართებაში, თუმცა სახელმწიფო ბაღები, რომელზეც არის საუბარი, მართლაც გადატვირთულია და თუ გაქვთ რეკომენდაციები უშუალოდ ამ სტანდარტებთან დაკავშირებით. ანუ არის ბაღები, რომლებსაც ეზოც არ გააჩნიათ, ფართიც ნაკლებია და ძალიან ბევრი ბავშვია. ანუ შემდგომ ვირუსული დაავადებების საკმაოდ დიდი ბუმი არის. ანუ კერძო ბაღების კონტროლი თუ მიმდინარეობს ამ მიმართულებით, იმიტომ რომ მარტო ეს ბაღის შექმნა, რომელზეც თუ არის რაღაც სტანდარტები ლიცენზიის, რომ ამ კერძო ბაღებთან მიმართებაში, თუ ძალიან სავალალო მდგომარეობა, ხა ბაღი ეზოს გარეშე რომ ბავშვი ხა იქ მთელი დღე არის და გაიყვანო ქუჩაში, ძალიან კატასტროფულია და ამ მიმართებით რამე თუ არის სტანდარტები და ამ სტანდარტების შემოწმება თუ ხდება და იგივე კერძო ბაღებთან დაკავშირებით თუ არის მაგდაგვარი რაღაც რეგულაციები. კერძო ბაღები ჩვენ არ გვინახავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ უნდა პასუხობდნენ იმ სტანდარტს, რაც არსებობს. ხა მინდა გითხრათ, რომ როგორც არსებობს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტი, თქვა, რითიც მცირე საოჯახო ბავშვთა სახლებს ვამონიტორინგებთ. ესეთი სტანდარტი არ არსებობს სკოლამდელი სააღმრთელო დაწესებულებების. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ თქვენ თბილისი იგულისხმეთ, მხოლოდ? ხო, გასაგებია, ხა თქვენ ალბათ მეკითხებით მონიტორინგს როგორ სრულდება ჩვენი რეკომენდაციები, ხო? დიახ, რეკომენდაციები და ბაღებთან. რაც შეეხება თბილისის ბაღების გაერთიანებას, აქ რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, 8 საბავშვო ბაღი უნდა თავიდან აშენდეს და გარემონტდეს ამ წლისგან 2014 და 15 წლის განმავლობაში გარემონტდეს მთელი რიგი საბავშვო ბაღებისა. ხო? მაგალითად საერთოდ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, იმიტომ რომ ელემენტარულად ძალიან ბევრი კორპუსის რაღაცა რამდენიმე ოთახშია გაკეთებული და სახელმწიფო ქვია ამას ყველაფერს. ანუ ხო არ არის საუბარი იმაზე, რომ რაღაცა ამ კუთხით რეკომენდაციები. ჩვენ მუშაობთ საქმის წარმოების პროცესში. ძალიან ბევრი გვაქვს, სხვათა შორის 2014 წელს ჩვენს მიერ განხილული საქმის წარმოებას გულისხმობ განხილული განცხადებებიდან და საქმეებიდან, რომელიც იყო დაახლოებით 420. მეორე ადგილზეა სკოლამდელი სააღმრთელო დაწესებულებების მდგომარეობა. ინფრასტრუქტურა, რასაც თქვენ გულისხმობთ. ასე რომ საქმის წარმოების პროცესში ჩვენ გვაქვს ურთიერთობა შესაბამის უწყებებთან და ვმუშაობთ ამაზე, რამდენადაც ეს ჩვენს მანდატს და ჩვენი მუშაობის ფუნქციონირების ფარგლებს გულისხმობს.
მოგესალმებით ყველას. თამთა მამულაიძე, განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო. მადლობა დღევანდელი დღისთვის, ძალიან საინტერესო თემა იყო. მე მინდა გითხრათ, რომ განათლების სამინისტრო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად ყოველწლიურად მუშაობს ინფრასტრუქტურული პრობლემების გამოსწორების კუთხით. მაღალმთიანი რეგიონები ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი სისუსტეა, მაგრამ მაშინ, როცა არსებობს თვითონ შენობის, სკოლის, საჯარო სკოლის შენობის გადარჩენის პრობლემატიკა, სახურავი პირველ რიგში. მაშინ ძნელია, რომ უშუალოდ მაღალმთიან რეგიონებში მოვიცვათ აბსოლუტურად ყველა სკოლა. ამიტომ ეტაპობრივად ვცდილობთ, რომ გადავარჩინოთ შენობა, შესაბამისად გავითვალისწინოთ სპეციალური საჭიროების მქონე პირთა ინფრასტრუქტურული პრობლემები, ეს იქნება სანიტარული კვანძები თუ პანდუსები ეტაპობრივად, რაც შესაძლებელია. ხოლო სასკოლო ინვენტარს რაც შეეხება, რიგდება სკოლების მოთხოვნის შესაბამისად სასკოლო დაფები და სასკოლო მერხები წელსაც, რა თქმა უნდა, სამოქმედო გეგმაში ზის. ორშაბათი დაიწყება სასკოლო დაფების დარიგება, დამატებით კიდე შეძენა და სასკოლო მერხების საფეხურების მიხედვით დარიგება. ამიტომ ჩვენც აქტიურად ვიმუშავებთ ამ საკითხებზე, მზაობას გამოვთქვათ, რომ ვითანამშრომლოთ და ეტაპობრივად გამოვასწოროთ ის პრობლემები, რომელიც არსებობს ქვეყანაში ამ კუთხით. მადლობა. კი ბატონო, გასაგებია, მართალი ხართ, ეტაპობრივად თუ არ დაიწყო ამაზე მუშაობა, მართლა ესე ძალიან რთული იქნება ერთბაშად, თუმცა როგორც უკვე გითხარით, სისტემური მიდგომა ალბათ აუცილებელი პრინციპი უნდა იყოს, იმიტომ რომ როდესაც აკეთებ ერთს და დიდი დრო გადის და აკეთებ შემდეგ მეორეს, ის პირველი რაც გაკეთდა უკვე ასე რომ გასაგებია. თუ არის კიდევ კითხვა, კომენტარი? დიდი მადლობა ყველას. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, მონიტორინგი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ახლა იწყება. იმედი მაქვს, რომ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, რაზეც უკვე ვისაუბრე, როგორც სპეციალურ ანგარიში, ასევე საპარლამენტო ანგარიში წარმოჭრილ რეკომენდაციებზე იქნება უკვე მსჯელობაც და იმედი მაქვს, უკვე მომავალში გვექნება უფრო პოზიტიური და უფრო, ასე ვთქვათ, დამაიმედებელი ანგარიში, სადაც არ იქნება ესეთი სამწუხარო შედეგი, როგორიც სამწუხაროდ რაღაც რიგ შემთხვევებში გამოვლინდა ამ ანგარიშებზე მუშაობის პერიოდში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას მობრძანებისთვის, დიდი მადლობა გაეროს ბავშვთა ფონდს ამ პროგრამის განხორციელებისთვის. წარმატების გისურვებთ.